მოგესალმებით უცხოურ პრესას. პირველ რიგში მინდა ვთქვა. მე ცოცხალი ვარ, თქვენ მოწმეები ხართ. ეხლა როცა ეს ხალბი ამბავი გავაქარწყლე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ოპერაცია მბრდღვინავი ლომის შესახებ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შორსჭვეტელი ხელმძღვანელობით ამერიკა და ისრაელი დიდი სიმტკიცით და უპრეცედენტო ძალით ერთად მოქმედებენ ირანში. ოპერაცია აღმავალი ხაზი შეიქმნა აიათოლას რეჟიმის ეგზისტენციალური საფრთხეების აღმოსაფხრელად, რომელიც ომს აწარმოებს შეერთებულ შტატებს, ისრაელს და ირანის ხალხს. 47 წელი ეს რეჟიმი სკანდირებს სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და თავის ხალხსაც სიკვდილს აყენებს. ჩვენი მიზნები სამია. პირველი, ბირთვული საფრთხის არმოფრა. მეორე, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის არმოფრა. და ბოლოს ორივე საფრთხის არმოფრა. სანამ ისინი მიწაში არ დაიმარხება და არ გახდება ხდება. მესამე რიგში ეს ნიშნავს პირობების შექმნას, რომ ირანის ხალხმა მოიპოვოს თავისუფლება და თავად განსაზღვროს ბედი. დღეს აიათოლების რეჟიმი არა მხოლოდ აშშ-ს და ისრაელს ესხმის თავს. ის არა მხოლოდ ირანის ხალხს, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთაც ესხმის თავს. მათ შეუტიეს მშვიდობიან მოსახლეობას, ამერიკელებს და ამერიკულ ობიექტებს ერაყში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ომანში. მათი წარმომადგენლების მეშვეობით კვიპროსსა და ევროპას შეუტიეს. ათწლეულების განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ მათი ბალისტიკური რაკეტები შორეულ ობიექტებზე თავდასხმას მოახდენდა. თუ არ შეჩერდებიან, ეს მხოლოდ დასაწყისია. სიკვდილის კულტს ირანში სურს, სოფლიო დააშანტაჟოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზღვაო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ეს არ იმუშავებს. ისრაელი დაზვერვით და სხვა საშუალებებით ეხმარება ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნაში. ხოთ წარმოიდგინეთ, როგორ შანტაჟს გაუწევდა აიათოლების რეჟიმი მსოფლიოს, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტები რომ ქონოდათ. უბრალოდ შეხედეთ, რას აკეთებენ ეხლა და წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდნენ რომ ქონოდათ საერთაშორისო რადიუსის ბალისტიკური რაკეტსკეთები და ბირთვული ქობინები. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენდა ეს. პრეს ისრაელი და შეერთებული შტატები იცავენ ამერიკას, ისრაელს, ახლო აღმოსავლეთს და გაუბედა უთქვა მთელ მსოფლიოსაც. მიუხედავად ყალბი ამბებისა, რომლებიც ომის დაწყებიდან 20 დღის წინ ვრცელდება, ჩვენ ვიმარჯვებთ და ირანი განადგურების პირასაა. ირანის რაკეტებისა და დრონების არსენალი სერიოზულად ზიანდება და მალე განადგურდება, ასობით გამშვები უკვე განადგურებულია. მათი რაკეტების მარაგები და საწარმოები მნიშვნელოვნად ზიანდება, რაც მნიშვნელოვანია და პროგრესირებს. ჩვენ გავანადგურეთ რაკეტები და ბირთვული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მაგრამ ეხლა რასაც ვანადგურებთ, ეს არის ქარხნები, რომლებიც ამ რაკეტების და ბირთვული იარაღის დასამზადებელ კომპონენტებს აწარმოებენ, რომელსაც ისინი ცდილობენ შექმნან. ჩვენ ვანადგურებთ მათ ინდუსტრიულ ბაზას ისე, როგორც აქამდე არ გაგვიკეთებია. ირანის საჰაერო თავდაცვა უსარგებლო გავხადეთ. საზღვაო ძალები კი ზღვის ფსკერზეა. დღეს კასპიის ზღვაში დარჩენილ საზღვაო ძალებზეც დავარდგეთ. საჰაერო ძალები თითქმის განადგურებულია. ირანის მართვა და კონტროლი ქაოსშია. კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ამას გავაკეთებთ. და მინდა ეს საწყისი კომენტარები დავასრულო. კიდევ ერთი ყალბი ამბით. თითქოს ისრაელმა როგორღაც ამერიკა ირანთან კონფლიქტში ჩაითრია. მართლა ფიქრობს ვინმე, რომ ვინმე შეუძლია ტრამპს უკან ნახოს. პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილებებს იღებს იმებს იმაზე დაყრდნობით, რაც ამერიკისთვის კარგია. და შემიძლია დავამატო, რომ ასევე იმაზე, რაც მომავალი თაობებისთვის არის კარგი. ამ შემთხვევაში ეს ინტერესები აბსოლუტურად ნათელია, როგორც ჩვენი მიღწევების სიცხადე. ერთად მჭიდრო კოორდინაციით დონალდ ტრამპთან და აშშ-სა და ისრაელს შორის. ჩვენი არმიები, ჩვენი დაზვერვის სამსახურები, ელვის სისწრაფით ვაღწევთ მიზნებს. კიდევ ერთ სიტყვი. ამბობენ, რომ 40 წელი ამბობენ, ირანი საფრთხეა ისრაელისთვის და საფრთხეა მსოფლიოსთვის. ეს სიმართლეა. იცით, ეს პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა.
47 წლის წინ, როცა ირანელმა ბანდიტებმა ამერიკის საელჩო დაიკავეს, მან თქვა, რამდენად საშიშია ეს რეჟიმი. პირველ ვადაზე მას დარწმუნება არ დასჭირვებია. მან თქვა, ირანის ბირთვული შეთანხმება ყველაზე ცუდი იყო, რაც უნახავს და დატოვა ის ხელახალი არჩევის წინ. მე მას მარალაგოში შევხვდი. მან მითხრა, ბიბი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ეს მან მითხრა, მე არა. მასაც არ დასჭირვებია ამაში დარწმუნება ეხლა. რატო თქვა ეს? იმიტომ რომ უკვე 4 ათეულ წელზე მეტია ეს რეჟიმი როგორც თქვი ყვირის, სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ამბობენ რომ ისრაელი პატარა სატანაა მათ გზაზე, ხოლო დიდი სატანა ამერიკის შეერთებული შტატებია. და ეს იდეოლოგიური ფანატიკოსები, ეს შეშლილები, განსაზღვრავენ თავიანთ არსებობის მიზეზს, როგორც დასავლური ცივილიზაციის და ამერიკის, რომელიც მას ხელმძღვანელობს, განადგურებას. ისინი კლავენ ადამიანებს. მათ ათასობით ამერიკელი დაჭრეს ერაყსა და ავღანეთში. მოკლეს აშეთეში საზღვაო ქვეითები ბეირუთში, ააფეთქეს საელჩოები და ორჯერ სცადეს დონალდ ტრამპის მკვლელობა. ეხლა ნავთობით აშანტაჟებენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გააკეთებდნენ ისინი, რისი უნარიც აქვთ, რომ ამ გიჟებს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. და საშუალებები, რომ მისცოდნენ ყველა ამერიკულ და ევროპულ ქალაქს და მთელ მსოფლიოში. ეს იქნებოდა საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. უდავოდ საფრთხეა ისრაელისთვის, უდავოდ საფრთხეა ამერიკისთვის. პრეზიდენტი ტრამპი და მე, ისრაელი და ამერიკა, ამ საკითხში სრულიად ვეთანხმებით ერთმანეთს. ფიქრობ, თუ ადამიანები და ლიდერები პატიოსნები იქნებიან, მიხვდებიან, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენსას კი არა, მათ ბრძოლასაც ვებრძვით. მე ვესაუბრები ათეულობით მსოფლიო ლიდერს. ყველა მათგანმა ეს იცის. და კერძოდ ყველა ამას ამბობს. ისინი ამას კერძოდ ამბობენ. მე საჯაროდ ვამბობ, მსოფლიოს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მადლიერების დიდი ვალი აქვს, რომელმაც უხელმძღვანელად ძალისხმევას ჩვენი მომავლის დასაცავად. გმადლობთ. ეხლა რამდენიმე კითხვას უპასუხებთ. პირველი, ზაკ andersi, Newsmax. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ზაკ andersi, Newsmax. მათ არ სურთ ლიდერი, რომელიც ტრანზიციას უხელმძღვანელებს. არ სურთ აიათოლა სხვა აიათოლათი შეცვლა. არ სურთ ჰიტლერის ჰიმლერით შეცვლა. ამიტომ, საკითხავია, გაჩნდება თუ არა ამის პირობები. ჯერ ადრეა ამის თქმა. საბოლოოდ ირანის ხალხზეა დამოკიდებული, რომ ეს აჩვენონ, შეარჩიონ მომენტი და იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. Nós podemos criar as condições. მათ ეს პირობები უნდა გამოიყენო, გარკვეულ მომენტში. ხშირად ამბობენ, რომ რევოლუციები ჰაერიდან არ კეთდება, რაც სიმართლეა. ამას მხოლოდ ჰაერიდან ვერ გააკეთებ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ჰაერიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთაც. მაგრამ უნდა იყოს სახმელეთო კომპონენტიც. ასევე არსებობს ბევრი შესაძლებლობა ამ სახმელეთო კომპონენტისთვის და მე თავისუფლებას ვაძლევ, რომ ყველა ეს შესაძლებლობა თქვენთან არ გავაზიარო. რაც შეეხება პაღლავის, თუ ხალხი ქუჩებში მისი სახელის სკანდირებას განაგრძობს, არ ვიტყვი კონკრეტულად ვინ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დადებითი ძალაა. ის ცდილობს, რომ ხალხი გააერთიანოს გარდამავალი მთავრობისთვის, დემოკრატიული გარდამავალი მთავრობისთვის, ან ზომიერი გარდამავალი მთავრობისთვის. იმედი მაქვს, ეს მოხდება, რეალობად იქცევა. ფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა ამის სათქმელად. შემდეგი კითხვა NBC News-დან, რიჩარდ ენგელისგან. სასიამოვნოა ისე თქვი ნახვა. კი, ფიქრობ, გვაქვს კონკრეტული მიზნები, როგორ გავაკეთოთ და დავასრულოთ ეს. ჩვენ გვინდა, როგორც უკვე ვთქვი, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება, რასაც ვაკეთებთ, ბირთვული პროგრამის განადგურება, რასაც ასევე ვაკეთებთ. ფიქრობ, ეს არის მისარწევი მიზნები, მაგრამ არ დავადგენ ამისთვის გრაფიკს ან ტაიმერს. ფიქრობ, გვაქვს მიზნები, რომლებიც უნდა მირთეული იქნას და დღეებს არ ვითვლით. გეტყვით, რომ ბრალდება თითქოს ამერიკა ომში ჩავეთრიეთ, არა მხოლოდ ციცრუე, არამედ სასაცილოა, უბრალოდ სასაცილო. გულისხმობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს საუკეთესო თქვა და მეც არაერთხელ მithქვამს. ყოველთვის არსებობს რისკი, როცა მოქმედებ. ეგზისტენციალური საფრთხეების დროს უმოქმედობა უფრო დიდი რისკია. როგორ ფიქრობ, ამერიკა რომ ახლა არ ემოქმედა, რა მოხდებოდა? წარმოიდგინე, რა მოხდებოდა რამდენიმე თვეში, ან მაქსიმუმ 1 წელიწადში.
ხამენეი, რომელიც ჯერ ცოცხალია, დაავალებდა ახალი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დაწყებას, რომლებიც ხელახლა აშენდებოდა და მიწისქვეშა ობიექტებში გადაიტანებოდა. ამას დრო სჭირდებოდა ალბათ რამდენიმე წელი, მაგრამ ამ პროგრამებამდე ვერ მიაღწევდი და ისინი განავითარებდნენ კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტებს. ეს ნიშნავს რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩიკაგომდე, ნიუ-იორკამდე, ფლორიდამდე, ტეხასამდე და კალიფორნიამდე მიღწევა. მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ. სწორედ ამას ამბობდნენ. კარგი, დაველოდოთ. უბრალოდ დაელოდეთ. მიეცით ამის გაკეთების საშუალების საშუალება. შენ ამას ვერ შეძლებ. ეს ბოლო მომენტია. არა, ამას ცოტა დრო სჭირდება. ანუ მოქმედებისთვის რამდენიმე თვე გქონდათ. ამის გაკეთების საშუალება რომ არ მიეცათ და გაენადგურებინათ ინდუსტრიები, იქნებ მიეღწიათ გარდამავალ ეტაპამდე. მთავრობა ირანში. შენ ფიქრობ, ეს შემდეგ ხუთშაბათს არ მოხდება. ჯობს არ იმოქმედა. უმოქმედობაში ბევრად მეტი რისკია ვიდრე მოქმედებაში. თუ ფიქრობ, რომ ნავთობის ბაზრები დღეს პრობლემაშია, წარმოიდგინე ირანი ბირთვული იარაღით და მისი მიტანის საშუალებებით. შემდეგ წარმოიდგინე, როგორ დაგემუქრებოდნენ შანტაჟით. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. გონია მხოლოდ ეს გავიგონე, ეს სერიოზული თემაა. რა კითხვა, შეგიძლია გააგრძელო ახლა. რა თქმა უნდა, არ გექნება. შეგიძლია რაც გინდა ის იკითხო, რა თქმა უნდა, მაგრამ შენ გავს ნავთობის საბადოები, რომლებიც ამჟამად ცეცხლშია. ბენზინის ფასები ზემოთ იწევს. ომი პოპულარულია ისრაელში, მაგრამ არა ამერიკელებისთვის. როგორ წარმოიდგენ ომის შემდგომ პერიოდს? კარგი, ჩვენ გვაქვს მისაღწევი მიზნები და მე არ ვაპირებ ვისაუბრო ყველა საბრძოლო გეგმაზე, რაც გვაქვს შეერთებულ შტატებთან ერთად. ჩვენ კარგად კოორდინირებულები ვართ მათთან. მაშინ შემდეგს ვიტყვი. როგორც კი მიზნებს მივახცევთ, დავიცავი. მე მჯერა და ამერიკელებს ეს კარგად ესმით, რადგან ჩვენ ნამდვილი პარტნიორები ვართ. რო რაც ნამდვილად საჭიროა განხორციელდეს, არის ალტერნატიული მარშრუტების განვითარება, ნაცვლად იმისა, რომ გავიაროთ სტრატეგიული ვიწროები. ხორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებით. ნავთობის ნაკადის უზრუნველსაყოფად საკმარისია ნავთობსადენები და გაზსადენები. დასავლეთისკენ, არაბეთის ნახევარკუნძულის გავლით ისრაელამდე, ჩვენს პორტებამდე ხმელთაშუა ზღვაზე. ასე, საბოლოოდ ამოფხრით სტრატეგიულ ვიწრო გასასვლელებს. ეს შესაძლებელია, მე ვხედავ. ამას როგორც ნამდვილ ცვლილებას ვხედავ, რომელიც ამ ომის შემდეგ მოხდება, მაგრამ ასევე ვხედავ, რომ ეს ომი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ხალხს გონია. ფიქრობ, ომში საჭიროა მტკიცედ გაუძლო. ჩერჩილმა თქვა, რომ დემოკრატიების ძილი აწუხებ და ისინი მხოლოდ მაშინ იღვიძებენ. მისი თქმით, შესაძლოა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ისმენენ გონგს, საშიშროების მჭახე გონგს, ასე დაახასიათა მან. ისმენ საშიშროების ზარს. საშიშროების ხმაურიანი ზარი არის ირანის მიერ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების მოპოვება. ეს მხოლოდ ხმაურიანი ზარი კი არაა, ეს აპოკალიფსია. არ დაუშვოთ ეს. ლიდერების მოვალეობა, დაიკავონ პოზიცია და ხალხს სიმართლე უთხრან. მაშინაც კი, როცა რაღაცები არასასიამოვნოა. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოთ. საფრთხეს ყოველთვის ვერ ხედავთ დროულად, მაგრამ ლიდერების ამოცანაა დროულად შეამჩნიონ და იმოქმედონ. იმედია დროთა განმავლობაში ხალხი არიარებს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებისა და ლიდერობის სიბრძნესა და სიმამაცეს. ერთად მუშაობა ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები ისრაელისთვის კი არ იბრძვის, არამედ ისრაელთან ერთად საერთო მიზნისთვის, დავიცვათ მომავალი და ცივილიზაცია ბარბაროსების წინააღმდეგ. შემდეგი კითხვა, ერთი კითხვა. გაიაზრიელი, i24 ნიუსიდან მადლობა. პრემიერ-მინისტრო გაიაზრიელი, i24 ნიუსი. პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ მას არ მოეწონა ისრაელის თავდასხმა ირანის გაზის საბადოებზე. ჩემი კითხვა ასეთია: იცოდა პრეზიდენტმა ისრაელის თავდასხმაზე ამ გაზის საბადოზე? დაამტკიცეთ თუ არა და ხედავ თუ არა ნიშნებს, რომ ირანის რეჟიმი კოლაფს უახლოვდება. რა გარანტიებს აძლევთ ისრაელს? თუ ქვეყანა აღდგება უახლოეს 5-10 წელიწადში ირანთან ომის ტალღა აღარ იქნება. ბატონო პრეზიდენტო. კარგი, ორ რამეს ვიტყვი ჯერ. ფაქტი პირველი, ისრაელმა მარტო იმოქმედა ირანის გაზის კომპლექსის წინააღმდეგ. ფაქტი მეორე, პრეზიდენტმა ტრამპმა თხოვა შევწყვიტოთ თავდასხმები და ჩვენ ვწყვეტ. რასაც ხედავთ.
რა მოხდება თუ ირანის რეჟიმის დაშლის ნიშანი გამოჩნდება? მრავალი ნიშანია, მინდა ყველა გაგიმხილოთ, მაგრამ ამას ვაცნობიერებ. გეტყვით და პირობას გაძლევთ. ბევრი ნიშანი იქნება და ისინი დაიშლება. მუშაობთ, რომ შევქნათ პირობები ამისთვის. მაგრამ შეიძლება გადარჩეს, შეიძლება ვერც გადარჩეს. თუ გადარჩება, ბევრად უფრო დასუსტებული იქნება, თავის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იქნება. დეკადებისა და სიკვდილის ინდუსტრიების გარეშე და სხვა მრავალ შესაძლებლობის გარეშე, რაც მათ აქვთ. დააღჭურვილნი გამოსცვილებითა ცოდნით, რომ კიდევ ერთი მცდელობისას უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებენ. ვერ გეტყვით იმ ტექნოლოგიურ წინსვლებზე, რომლებშიც ჩართული ვართ, რათა წინასწარ განჭვიდოთ ეს და სხვა შესაძლებლობები. ისრაელმა დაამტკიცა, რომ საოცრებების გაკეთება შეუძლია და ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც ომის მდივანმა პიტ ჰექსეტმა თქვა, ეს მსოფლიოს ორი ყველაზე შთამბეჭდავი საჰაერო ძალაა. ეს მსოფლიოს ორი ყველაზე საოცარი სადაზვერვო სამსახურია. მათ აქვს შესაძლებლობები, რომ დაუპირისპირდნენ ამ ბარბაროსებს და აჯობონ მათ, როგორც ინოვაციაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ლეტალობაში. ეს მიზანმიმართული ლეტალობაა, რომელიც სამიზნემკვლელებზეა მიმართული და ცდილობს სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილებას. ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობები, ჩვენ ვაშენებთ მათ მომავლისთვის. სწორედ ეს იცავს მომავალს. იცით თუ ხალხს სურს იყოს გულუბრყვილო, ეს იმიტომ რომ ვერ ხედავენ, რა ტიპის სამყაროში ცხოვრობთ. ამ სამყაროში არ არის საკმარისი იყო მორალური, არ არის საკმარისი იყო სამართლიანი, არ არის საკმარისი იყო მართალი. იცოდით ეს? მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, პიროვნება, რომელსაც ღრმად ვაფასებ, იყო ცნობილი ისტორიკოსი უილ დურანტი. მან დაწერა მრავალი ტომი, მე მათი უმეტესობა წავიკითხე. მან ასევე დაწერა ისტორიის გაკვეთილები, ძალიან მოკლე 100 გვერდიანი წიგნი, რომელშიც მან თქვა, კარგი, ისტორია ამტკიცებს, რომ სამწუხაროდ და სევდიანად, იესო ქრისტეს არ აქვს უპირატესობა ჩინგის-ხაენზე. რადგან თუ იქნები საკმარისად ძლიერი, საკმარისად ულმობელი და საკმარისად მძლავრი, ბოროტება დაამარცხებს სიკეთეს, აგრესია კი ზომიერებას. მაშინ შენ არ გაქვს არჩევანი. თუ შეხედავ სამყაროს ისეთად, როგორიც დღეს არის, უნდა იყო ბრმა, რომ ეს ვერ დაინახო. დემოკრატიებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით უნდა დაადასტურონ მზადყოფნა საკუთარი თავის დასაცავად და მტრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. არის დრო, სანამ საფრთხის ზარი არ გაგავიძებთ, როცა უკვე ძალიან გვიანი იქნება. აქ ვართ ახლა. ის ფაქტი, რომ ადამიანები ამას ვერ ხედავენ, ის ფაქტი, რომ მედიის დიდი ნაწილი აგრძელებს ბევრი ყალბი ამბის გავრცელებას, მაგრამ ასევე ბევრ მიოპია და ვერ ხედავენ იმ ისტორიულ პერიოდსა და ბრძოლას, რომელშიც ვართ. ეს სიმართლეებს არ აუქმებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, უნდა ვიყოთ შეიარაღებულები, უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები ვიდრე ბარბაროსები, თორემ ისინი მხოლოდ კართან არ იქნებიან, ისინი შემოანგრევენ ჩვენს კარიბჭეებს და გაანადგურებენ ჩვენ საზოგადოებებს. სწორედ ამას აკეთებს ახლა ისრაელი შეერთებულ შტატებთან ერთად. და მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ისრაელის ხალხი მტკიცედ დგას, რომ ისრაელის არმია მტკიცედ დგას. 7 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი ხალხი და ჯარისკაცები ლომებივით წამოდგნენ. როცა ჩვენ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად თავს ვიცავთ, თელ მსოფლიოსაც ვიცავთ. გმადლობთ. შემდეგი კითხვა Tom Berridge, ABC News. Tom Berridge, ABC News. შეტევების ესკალაცია აშშ-ისა და მოკავშირეებზე ყურის რეგიონში ენერგიისა და ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც ქვეყანა აწყდება. ამ ომში დაღუპულმა სამხედროებმა გააჩინა კითხვა, ხომ არ შეიყვანეთ მთავრობა შეცდომაში კონფლიქტის დაწყებით და კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ამერიკელებს ამ ფასის გადახდა? მე არ მომიტყუებია არავინ და არც დონალდ ტრამპისთვის დამჭიროებია დარწმუნება, რომ საჭიროა ირანისთვის ხელის შეშლა ბირთვული პროგრამის განვითარებაში, მის მიწისქვეშა ობიექტებში განთავსებასა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვულქობინიანი რაკეტების გამოყენებაში. მან ეს გაიგო, მან ეს მე ამიხსნა, მე ეს მას არ ამიხსნია. ფიქრობ, ჩვენი პარტნიორობა ერთადერთი გზაა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. სამხედროების დაკარგვა მტკივნეულია. სამხედრო სამსახურის დასაწყისში ერთმა თანამებრძოლმა ჩემს ხელში დაალია სული. დავკარგე ძმა, რომელიც ტერორისტებს ებრძოდა და ენტების გადარჩენის ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
ლოვიარი ოჯახებისთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. მე ვგზნობ თანაგზნობას და ისრაელის ხალხის სამძიმარს უგზავნი ამ ოჯახებს და ამერიკელ ხალხს. თავისუფლება ძვირფასია, მას ფასი აქვს. თუმცა თუ არ ხარ მზად დასაცავად. თუ ტირანიებს წინააღმდეგობას არ გაუწევ, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღს იძენენ, მომავალს ვერ ნახავ. ამიტომაც ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. რაც შეეხება ნავთობის ფასების ზრდას, პიკებს, ხომ იცით რა არის პიკი? იცით რა არის პიკი? ის მაღლა იწევს და ქვევით ჩამოდის. ამერიკელები ბევრს მუშაობენ და ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში. თუ ისინი ამას შეძლებენ და მჯერა რომ შეძლებენ, ნავთობის ფასები დაიწევს. თუ იტყვით, ეხლა ვიტანჯები და ხალხიც, ამიტომ არაფერს უნდა ვაკეთებდე. უბრალოდ შანტაჟს უნდა დავნებდე. ირანს გზა მივცე ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარებისთვის. ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში თქვენ დაგაშანტაჟებენ ისეთი გზებით, რომლებსაც ვერც კი წარმოიდგენთ. ამ მომაჩვენა რა არის ირანი. წლებია ვამბობთ. ნახეთ, ეს ხალხი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც ნორმალური რეჟიმები არ აკეთებენ. მე ვერ გამიგია ამერიკის მოწინააღმდეგეებისგან რომ ეხვირათ. სიკვდილი ამერიკას, დიდ სატანას და თან საკუთარ ხალხს ათობით ათასობით ხოცავდნენ. ორ დღეში თავისუფლად. ზოგჯერ ამას ხედავ, მაგრამ ასეთი ფანატიზმისა და ღრმა იდეოლოგიური სიგიჟის კომბინაცია სვანაირად ვერ დაერქმევა. ამ რეჟიმის სრული და აბსოლუტური უსინდისობა მას განსაკუთრებულად საშიშს ხდის. განსაკუთრებულად საშიშს. არა მხოლოდ ისრაელისა და შეერთებული შტატებისთვის, არამედ ყველაფრისთვის, რაც მათ შორისაა და ბევრად უფრო შორსაც. და ის ფაქტი, რომ ეს არ არის აღიარებული მეკითხებით, კარგი, რას ფიქრობდნენ ადამიანები? რას ფიქრობდნენ 30-იან წლებში, რას ფიქრობდნენ 30-იან წლებში? როდესაც არსებობდა საშინელი, დაუნდობელი და მკვლელი რეჟიმი გიჟი ლიდერით, რომელიც ერთ ქვეყანას მეორის შემდეგ იპყრობდა. ამას ძალიან თამენდევრულად აკეთებდა. რასაც ისინი ამბობდნენ. ისინი ამბობდნენ, რას ამბობდნენ? მოდი ამაში არ ჩავერიოთ. ეს ჩვენი ომი არ არის. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. შეიძლება ეს მხოლოდ ებრაელებია. ჩვენ არაფერი გვისწავლია. აბსოლუტურად არაფერი. ამ 80 წლის განმავლობაში. ჩვენ ვერ ხედავთ საფრთხეს, რომელიც ჩასაფრებულია. ის არ არის ჩასაფრებული. ის ამოვიდა ტალახიდან. პირდაპირ ჩვენ წინ არის ის გვესხმის. სისხლი პირდაპირ ჩვენზეა. ამჯერა რომ ჩვენ არ გვაქვს შეგნება, ჩვენ არ ვართ უგვენ არ ვართ უგუნურები. ვესაუბრე ბევრ ამერიკელ მეგობარს, ისინი არ არიან უგუნურები, მათ ესმით ეს, ზოგს არ ესმის, ზოგი მკაცრად ეწინააღმდეგება, მაგრამ ბევრი მომლოდინე პოზიციას ირჩევს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ვესაუბრე როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, ვესაუბრე ბევრ, ძალიან ბევრ ლიდერს. ჩვენ ვსაუბრობთ ათეულობით და ათეულობით ლიდერზე და ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. მე ამას ვიგებ. ზოგიერთი მათგანი საჯაროდ გამოდის და ამას ამბობს. ისინი თამამები არიან და ზოგიერთი ამბობს, იცით. არ ვიცი, იცით, მინდოდა გამეგო, მაგრამ ჩემი ქვეყნის ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, ან ჩემი მედია ჩემს წინააღმდეგია და ასე შემდეგ. ვიხაროდა, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ტრადიციული მხარდამჭერების უზარმაზარ ნაწილს ეს კარგად ესმოდათ. იმედი მაქვს, ჩემს მეგობრებსა და მრავალწლიან კოლეგებს, პოლიტიკური სპექტრის მეორე მხარესაც. ისინი, ვინც ესმით და ეთანხმებიან იმას, რაც ახლა ხან თქვი, და ვიცი, რომ მათ შორის რამდენიმე ნამდვილად არის, ხო, გამბედაობა გამოიჩინონ, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი აზრი და ეს თქვან. აბა, სინამდვილეში რა არის ლიდერის ნამდვილი ამოცანა, თუ კი ლიდერი ხარ? ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის შენი ხალხის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, დროულად უნდა ამოიცნოს საფრთხე და იმოქმედო. ეს ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმის გადარჩენის წინაპირობაა. საფრთხე დროულად უნდა ამოიცნო და იმოქმედო. ან იბრძვი, ან გარბი ხარ. ეს ორი გზა გაქვს, მაგრამ სად უნდა გაიქცე? არსად. ირანი ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს მისცდეს, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ. ზუსტად ამ წერტილამდე მივედით. გვიანი არ არის, ჯერ კიდევ არის დრო. მინდა ყველა იმ ადამიანს გავამხნევო, ვინც ეთანხმება იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, და ასევე იმას, რასაც მე ვამბობ. იმოქმედეთ. პრეზიდენტ ტრამპის დარწმუნება არაფერში დამჭირვებია, არც დარწმუნება დასჭირვებია. მან იმოქმედა როგორც დიდი ლიდერი, მოქმედებს თავისი ქვეყნის და მომავლის დასაცავად. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, გასაგებია.
შემდეგი კითხვა ალექს ტრაიმანისგანაა, JNS-დან. ასეა? თქვენს უკან დიახ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჰეზბოლამ კიდევ ერთი ფრონტი გახსნა ისრაელის წინააღმდეგ, რაკეტები გაუშვა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ახლა სახმელეთო ჯარები ლიბანში არიან. არის რაიმე ხოქმანი სრული სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე ჰეზბოლას აღმოსაფხრელად, როგორ შეცვლიდა ჰეზბოლას აღმოფხრა ისრაელსა და ლიბანს შორის ურთიერთობებს რეგიონში. იცით ალექს, საბრძოლო გეგმებს ვერ გავამჟღავნებთ სადია. ჰეზბოლა ის აღარ არის რაც იყო. ჩემს პირველ კომენტარებში, რომლებიც ებრაულად თქვი, აუნიშნე რომ ისინი იცით, საუბრობდნენ 150,000 რაკეტასა დაკეტებზე და ბალისტიკურ რაკეტებზე, რაც ჰეზბოლას ჰქონდა. მათ ხავდათ ათასობით ტერორისტი. რიდვანი ჩვენს გვერდით, მიწის ქვეშ, ხობესთან შეჭრისთვის მზად იყო. ჩვენ ისინი უკუაგდეთ და მათი სარაკეტო პოტენციალის უმეტესობა 6 საათში გავანადგურეთ. ჩვენ დავამარცხეთ ნასრალა. გავანადგურეთ ჰამასის ყველა წევრი, უпростоრად რიდვანის ყველა წევრი. ინფრასტრუქტურა პირდაპირ ჩვენ საზღვართან. ეხლა გვაქვს უსაფრთხოების კორიდორი, უსაფრთხოების ზოთხოების ზონა, რომელიც არსებობს ასეთი ტიპის შეჭრის თავიდან ასაცილებლად და გვაქვს გეგმები მომავალისთვის. წვადია ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართულია ირანისკენ. თუ რეჟიმი დაეცემა, იცით რომ ჰეზბოლას დაეცემა მასთან ერთად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვამუშავებთ ჩვენს გეგმებს ისე, რომ ეს საფრთხეც შევძლოთ გავანეიტრალოთ. ბოლო კითხვა ჯერემი გოდვინისგან CNN-დან. ბატონო პრემიერ-მინისტრო ჯერემი დაიმონდი CNN-დან. მოგალით ირანის უზენაესი ლიდერი და ათეულობით მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირი. ამ ყველაფრის შედეგი ამ ეტაპზე იყო ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნა, რომელიც ითვლება კიდევ უფრო მკაცრ ლიდერად ვიდრე მისი მამა. ირანის რეჟიმი ამ დროისთვის არაჩვენებს დაშლის არანაირ ნიშნებს. დასუპასუხებთ მათ, ვინც ამბობს, რომ ამ ადამიანების მოკლა მათ აძლიერებს ირანის ხისტი კურსის მომხრეებს. და თქვენ ჯერ კიდევ დაწმუნებული ხართ, რომ თქვენი სტრატეგია რეჟიმის ცვლილებამდე მიიყვანს. დღეს თქვით, რომ პრეზიდენტ ტრამპს დააფირდით. აღარ შეუდევთ ნავთობისა და გაზის ობიექტებს მომავალში. თუ ერთ დღეს პრეზიდენტი ტრამპი იტყვის, რომ ნავთობის ფასები ძალიან მაღალია და დროა ამ ომს ბოლო მოუღოთ, თქვენ მოусმენთ მას. გჭირდებათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რომ კამპანია მარტო გააგრძელოთ. ეს იყო მხოლოდ ერთი კითხვა. ჯერემი მართლაც საუბარი მეითვისა, მაგრამ თქვენს კითხვებს მაინც უპასუხებ. ზუსტად არ ვიცი, ვინ მართავს ირანს ახლა, მოჩთაბა. მისი დიდი აიათოლა შემცვლელი. საზოგადოებაში არ გამოჩენილა. სმენიათ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ვერ შეგვიძლია ზუსტად დავადასტუროთ რა ხდება იქ. ჰაერში სქელი და გაურკვეველი ხრუბელია. რაც ჩვენ ხედავთ არის ის, რომ შიგნით უზარმაზარი დაძაბულობაა. ლიდერობის მაძიებლები ერთნაირ პოზიციაზე არ არიან. ხანდახან ამას ხედავ იმ წინააღმდეგობრივი ბრძანებებით, რომლებიც გაიცემა, ხომ იცი არა? ისინი ერთ რამეს აკეთებენ, მერე უკან იხევენ და ასე შემდეგ. ფიქრობ მნიშვნელოვანია რომ მათ იცოდნენ. თუ ფიქრობენ რომ სოფლიოს ან შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუტევენ და ასე შემდეგ, თავადაც სამიზნედ იქცევიან. ეს დიდ გაურკვევლობას ქმნის. ამოვაჩინეთ რომ ამას შეიძლება მოცილების ეფექტი ჰქონდეს. ნასრალას ადვილი არავის დაუკავებია, რადგან ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ შეუცვლელია. ფიქრობ, რომ ხამენეის მიერ განხორციელებული ავტორიტეტი და კონტროლი არ გადაეცემა არავის, არც მუსტაფას თუ ის იქ იქნება და არც სხვა ვინმეს. ფიქრობ, ეს რეჟიმის გახლეჩის მცდელობაა. ეს ერთ დღეში არ მოხდება. უკვე 20 დღეა გასული ამ ომის დაწყებიდან. დიახ, ჩვენ ხედავთ ბზარებს და ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავავრცელოთ ისინი. არა მხოლოდ უმაღლეს ხელმძღვანელობაში, არამედ ხედავთ ბზარებს ფრონტზეც. ეს გავს დამპალ და ფუღუროხის ნაჯერს, რომელიც გარედან მთელი ჩანს, მაგრამ შიგნით სულ დამპალია. ხედავთ დეზერტირობას, შიშსა და შეშფოთებას რევოლუციური გვარდიის ბალისტიკური რაკეტების დანაყოფებში. ცი რატო? მათ სიკვდილის ეშინიეთ, მაგრამ ყველა თვითმკვლელი არაა, უმეტესობა არაა, ასე რომ ჩვენ ხედავთ ბზარებს, მაგრამ ჩვენ მათ ისევ და ისევ დავარტყამთ. მინიმუმ რაც გვინდა, ამ იარაღის წარმოების უნარის მოსპობაა. მათ თავიდან აშენება მოუწევთ, რაც რთულია.
ძნელია ამის გაკეთება მიწის ქვეშ. ამიტომ ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ აიღონ ნაწილებითი და გადაიტანონ მიწის ქვეშ. მათთვის ეს ბევრად უფრო რთული იქნება. იდეალურ შემთხვევაში თუ საკმარისი ბზარები და სხვა დეტალები დაემატება, რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ეს გარანტირებული არ არის და საბოლოოდ ირანის ხალხზეა დამოკიდებული. გამოიყენებენ თუ არა ჩვენს შექმნილ პირობებს რეჟიმის დასასუსტებლად. ნახავთ, ვერ გეტყვი, ისინი მამაცები არიან. მე აქ არ მოსულ ვარ იმისთვის, რომ გავაკრიტიკო ისინი როგორმე. ფიქრობ, ისინი ძალიან მამაცები არიან. ფიქრობ, მათ უზარმაზარი ტანჯვა გადაიტანეს. და კითხვა ასეთია. გვექნება თუ არა გადაკვეთის წერტილი რეჟიმის დასუსტებასა და ხალხის აჯანყებას შორის. სხვადასხვა გზით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ვნახავთ. ნავთობისა და გაზის საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთს ვიტყვი. გულწრფელად რო თქვა, იმ ორ ლიდერთან ისეთი კოორდინაცია არ მქონდა, როგორც მე და ტრამპს გვაქვს. ის ლიდერია. მე ვარ მისი მოკავშირე, ამერიკა ლიდერია. ისრაელი, ზუსტად ასე აგვიწერა ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმში. ონი ერთი თვის წინ 6 კვირის წინ რაღაც ასეთი. მათ ისრაელი სამაგალითო მოკავშირედ მოიხსენეს, ასე უწოდებენ მოდელ მოკავშირეს. ის არ არის ეს სახელმწიფო, მაგრამ ამას ეძებს ამერიკა მსოფლიოში. და შენ ამას ისმენ. პრეზიდენტ ტრამპის და ადმინისტრაციის სხვა წევრების გამოსვლებში. ისინი ამბობენ, სათხართ, წლების განმავლობაში გეხმარებოდით. ახლა კი როცა თქვენთვის და ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებთ, სათხართ. ქვეყანა მაინც არსებობს. მიუხედავად ისრაელის წინააღმდეგ ცილისწამებებისა და ბრალდებებისა, თითქოს ის ამერიკას წველის. ეს ასე არ არის. ისრაელი მამაცი ქვეყანაა, მტკიცე ქვეყანაა, საოცარი ჯარისკაცებით, საოცარი სიმამაცით. ჩვენ ვიბრძვით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საერთო მიზნისთვის, განსაკუთრებით რუბით, როცა საქმე რთულდება. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კოორდინაციაა. პრეზიდენტ ტრამპთან რეგულარულად ვსაუბრობთ. ბუნდები საკითხებს განიხილავენ, სამხედროები მჭიდროდ კოორდინირდებიან, როგორც არასდროს. საბოლოოდ პრეზიდენტი ტრამპი თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ამას სრულად ვსემპატირს. ერთი კითხვა, ჯერემი, მადლობა. მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო და ყველას დღევანდელი კითხვებისთვის. ჩრდილოეთიდან ხალხი იტანჯება. ისრაელი რთულ დროს გადის, განსაკუთრებით ისინი, ვის ჩრდილოეთშია. ამჟამად ჩრდილოეთის მცხოვრებლები საკმაოდ რთულ სიტუაციას აწვდებიან. ჩრდილოეთი იტანჯება. ჩრდილოეთის რეგიონის მცხოვრებლები ახლა უკიდურესად რთულ პერიოდს გადიან. ჩრდილოეთი იტანჯება. ახლა დავასრულოთ.